ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა მიიღო. გადაწყვეტილებას ხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. მზია ამაღლობელს ხელში ფურცელი ეჭერა წარწერით უსამართლო სასამართლო. უფრო ადრე კი ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე წერილის სახით განაცხადა, რომ ბრალს არ ეთანხმება და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს. რა ინფორმაციაც მაქვს აუცილებლად გამოვიყენებ ივანიშვილის მხილებისთვის და ეს ინფორმაცია დიდი ხანია ქვეყნიდან გატანილია. მათ ისიც კი არ იციან რა მიჭირავს ხელში. ამის შესახებ ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა გადაცემა რეაქციაში განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო არენაზე და უპირველესად ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა ღონეს გამოიყენებს, რომ ადამიანებს გააცნოს, ვინ არის რეალურად ბიძინა ივანიშვილი. მან პირობა დადო, რომ ბევრ პოლიტიკოსზე მეტს გააკეთებს. საქმე ის არის, რომ გუშინ გიორგი ბაჩიაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ქვეყანა დატოვა. მისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა მან გადაცემა რეაქციაში დაადასტურა, რომ ნამდვილად არის ქვეყნიდან გასული. როგორც ბაჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველოდან გასასვლელად სისტემაში არსებული ხვრელები და ადამიანები გამოიყენა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებების მაგიდასთან, რაც შეიძლება მალე მივიდეს, რათა მდგრად მშვიდობას დაუახლოვდეს. როგორც ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. წერილში ნათქვამია, რომ ისინი ნამდვილად აფასებენ, რაც ამერიკამ გააკეთა უკრაინის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში დახმარების კუთხით. რაც შეეხება წიაღისეულისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, ტრამპი ამბობს, რომ უკრაინა მზადაა ხელი მოაწეროს ამერიკის პრეზიდენტისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს. მისი განცხადებით ის ზელენსკის მხრიდან წერილის გაგზავნას აფასებს. ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ სერიოზული მოლაპარაკებები ჰქონდათ რუსეთთან და მათგან ძლიერი სიგნალები მიიღეს, რომ მზად არიან მშვიდობისთვის. ომის დასრულება თუ გინდა, უნდა ესაუბრო ორივე მხარეს, თქვა ამერიკის პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით პარასკევს თეთრ სახლში შეხვედრა ისე არ წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო და გამოსწორების დროა. ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს სამომავლო თანამშრომლობისას კონსტრუქციულ კომუნიკაციაზე. მისი თქმით, უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და არავის სურს უსასრულო ომი. უკრაინის პრეზიდენტი და მისი გუნდი მზაობას გამოთქვამენ ამერიკის პრეზიდენტის ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ მუშაონ გრძელვადიანი მშვიდობისთვის. ზელენსკი ომის დასრულების კონტექსტში პირველ ეტაპზე მის მოთხოვნებს ასახელებს, კერძოდ მისი თქმით, ეს შესაძლოა იყოს ტყვეების გათავისუფლება და ცაში დაზავება. აკრძალვა რაკეტებზე, მშორი მანძილის დრონებზე, ენერგეტიკისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე და დაზავება ზღვაში დაუყოვნებლად რუსეთის მხრიდანაც იმავეს გაკეთების პირობით. ზელენსკი ხაზს უსვამს მის მადლიერებას ამერიკის დახმარების მიმართ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. უკრაინის პრეზიდენტი იშვიათ ლითონებსა და უსაფრთხოებაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ მზად არის ხელი მოაწეროს მას ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში. რაც შეეხება გავრცელებული ინფორმაციას უკრაინისთვის ამერიკის სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე, მისი განცხადებით, მან სთხოვა უკრაინელ ოფიციალურ პირებს აუკავშირდნენ ამერიკელ კოლეგებს აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად. მისი თქმით, უკრაინის სამსახურებმა პარტნიორების დახმარებით მოასწრეს სამოქმედო ალგორითმების შემუშავება ნებისმიერ ვითარებაში. უკრაინისთვის დახმარების შეჩერების საკითხზე კომენტარი გააკეთა ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა. მისი თქმით, დახმარების შეჩერება გასულ პარასკევს თეთრ სახლში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება და ეს დროებითი პაუზაა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი ჰუსიტები უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. გადადგმული ნაბიჯები არის დემონსტრირება იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების, ამერიკელი ხალხისა და შეერთებული შტატების ინტერესების დაცვის ერთგულია, ნათქვამია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ჰუსიტები, რომლებსაც დაჯგუფება ჰამასი უჭერს მხარს 2023 წლიდან წითელ ზღვაში ისრაელის და სხვა ქვეყნების გემებს თავს ესხმიან. არაბული ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს 53 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ღაზას სექტორის აღდგენას მოსახლეობის გადაადგილების გარეშე. ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული გეგმა არის არაბული ქვეყნების ლიდერობის მცდელობა. წარმოედგინათ დონალდ ტრამპის იდეის ალტერნატივა ღაზას სექტორის აღდგენასთან დაკავშირებით. წინადადება, რომელიც კაიროში არაბული ქვეყნების ლიგის სამიტზე წარადგინეს, ფოკუსირებულია გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფაზე, დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და გრძელვადიან
ეკონომიკურ განვითარებაზე. ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ პატაჰ ალ-სისიმ სამიტის გახსნისას განაცხადა, რომ მისი მთავრობის რეკონსტრუქციის გეგმა უზრუნველყოფს პალესტინელების საკუთარ მიწაზე დარჩენას. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მხრივ თქვა, რომ რეკონსტრუქციის გეგმა არ ასახავს ჰამასის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ არსებულ ვითარებას და რომ მასში არ არის ნახსენები თავდასხმის დროს ისრაელელების მკვლელობა და გატაცება და არც ჰამასის კრიტიკა.